ადგილი, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა მიცის, თუმცა თავისი მნიშვნელობითა და ისტორიით გამორჩეულია. ადგილობრივებმაც კი მხოლოდ ისიც იციან, რომ აქ უბრალოდ დანგრეული ეკლესიაა, თუმცა ეკლესიის გარდა აქ ბევრად მნიშვნელოვანი ისტორია იმალება. დღეს ზუსტად ასეთ მივიწყებულ საუნჯეზე მოგიყვებით. სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის სოფლის სვირის გავლის შემდეგ წლისისხევის ველურ ბუნებაში კლდეებსა და ტყეს შორის საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო იმალება. სწორედ ამ ხეობასა და ეკლესიას უკავშირდება ამირან დარეჯანიანის პოემის ავტორი მოსე ხომელი. ვეფხისტყაოსნის პროლოგშიც ხვდებით ასეთ წარწერას: ამირან დარეჯანისზე მოსეს უქია ხომელსა. მან შექმნა უდიდესი საგმირო საფალავნო პოემა, რომელმაც ქართულ ლიტერატურის წერლობას დასაბამი მისცა. ამ პოემებზე და საგმირო საქმეებზე იზრდებოდნენ მეფეები, მათი შვილები. რუსთაველამდე 2 საუკუნით ადრე სწორედ ასეთი გენიოსები ამზადებდნენ ნიადაგს. თუ მოსე ხომელმა საფუძველი ჩაუყარა ქართულ საერო მწერლობას, ვეფხისტყაოსანმა ის უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. შესაბამისად, ამ ორი პოემის შედარება რა თქმა უნდა განსხვავდება. ვეფხისტყაოსანი დიდარქტიკული ფილოსოფიური ნაწარმოებია, ხოლო ამირან დარეჯანიანი კი წმინდა რაინდული სათავგადასავლო ეპოსი. მონასტერში დღემდეა შემორჩენილი მარანი, სადაც 2 უზარმაზარი ქვევრია ჩაშენებული. შესასვლელი იმდანად ვიწროა, რომ ქვევრებს აქ ვერ შეიტანენ. როგორც ჩანს, ადგილზე გაკეთებული ქვევრებია. ანუ აქ მარნებთან ერთად სახელოსნოებიც ყოფილა. ახლოს არის ბერების საცხოვრებელი და გამოქვაბულები, ათობით ნასოფლარი. ეკლესიაზე შესრულებულია ჩუქურთმები, რაც მის გავლენაზე მიუთითებს. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე ჩქებდა. თავად მოსე ხომელი კი სამეფო კარზე დივარ მწიგნობარი ყოფილა და შესაძლოა ეს სოფლებიც, ხეობას და ეკლესიაც მის ფეოდალურ მმართველობაში ყოფილიყო. და რადგან იმ დროს ეკლესია მხოლოდ სალოცავი არ იყო და ის წიგნიერების და განათლების კერა იყო, შესაძლოა სწორედ ამირან დარეჯანიანის ძეც სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა. თავად სახელის ტოპონიმია ხომა მომდინარეობს თანავარსკვლავედთა ჯგუფისგან, რომელიც ვეფხისტყაოსანში ორჯერ გვხვდება. იმა ზანგთა სით მიყავდი, შენ მნათობი ცისა ხომთა. ეუბნება ფატმანი ნესტან დარეჯანს. ანუ ის თანავარსკვლავედების ხომის პატრონია, ანუ მზეა. და მეორედ, მზე ნათობთაცა დახფარვის არ ცაღა ნათლად ხომნია. ანუ, როდესაც მზე ამოვა, ირგვლივ ყველა ვარსკვლავი ჩაქრება. იმ დროს უკვე გელაცა და იყალთოში ისწავლებოდა ასტრონომია და აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს. ხოლო აი აქ მთელს ხეობას ცის მნათობთა ჯგუფის სახელი ჰქვია. ეს ადგილი ძალიან ახლოს არის აბასუმნის მთასთან და შესაძლოა, რატომაც არა, იმ დროს სწორედ აქედან ხდებოდა ციურ სხეულებზე დაკვირვებაც. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აქ ყოფილა სამკურნალო აბანოები, რომელიც შველოდა წელსახსროვან დაავადებებს, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. გურულებმა მათზე სიმღერაც კი დაწერეს, რომელიც მიუძღვრეს მათთვის საამაყო ფილარ სიმონა დოლიძეს. ძმაბიჭებში დაჩაგრული მე ვარ სიმონა დოლიძე, რას მერჩოდენ, რომ მომსდევდნენ, მოვდიოდი მე ჩემ გზაზე. 7 ტყვია რომ ესროლეს მუხის კაკალი მეგონა, სისხლის გუბე რომ შევიდგა, ხობის აბანო მეგონა. 1595 წელს ოსმალების მიერ აღწერილ გურჯისტანის ვილაიეთშიც არის მოხსენიებული ზედა და ქვედა ხომა, სადაც უკვე 30 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც ხარკსაც იხდიდნენ. აქ თურმე უდიდგანვე მისდევდნენ მევენახეობას და სხვა მიწათმოქმედო საქმიანობებს. იქედან 150 წელიწადში ეს ხეობა საერთოდ დაცარიელდა. დღეს კი ნახეთ რა მდგომარეობაში ეს ყველაფერი. გული დაგწყდება ადამიანს, როცა ხედავ, რომ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ძეგლი სრულიად მიტოვებულია. მას მდინარე ნელ-ნელა უთხრის საძირკველს. წალეკა მთავარი შესასვლელი, უნიკალური ჩუქურთმებიანი ქვები წყალმა წაიღო, ან სავარაუდოდ ცილაშიცაა დამარხული. გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ სკოლაში ამის შესახებ საერთოდ არაფერს არ ასწავლიან. შესაძლოა ვინმე თქვას, რომ მყარი ისტორიული მტკიცებულებები არ არსებობს ამ ფაქტების შესახებ, რაც რეალურად მართალია, რადგან სახელმწიფო არასოდეს დაინტერესებულა აქ მნიშვნელოვანი ექსპედიცია ან გათხრები ან გამოკვლევები მაინც ჩაეტარებინათ ამ ეკლესიისათვის. კულტურის სამინისტრო კი მილიონობით ლარს ხარჯავს კონცერტებში, უცხოეთიდან მომღერლების ჩამოყვანაში და ტაშფანდურში. ამ დროს კი ჩვენი ერის ნამდვილი განძი, საამაყო ისტორია ეკლებში ჩაფლული და მიწაში იმარხება. იქნებ არქეოლოგიურმა გათხრება და სათანადო კვლევებმა ისეთი უცნობი ფაქტები გამოავლინოს, რაც ჩვენს ისტორიას სრულიად ახალ საამაყო ფურცლებს შეძენს. მაგრამ ახლის აღმოჩენა რა მოსატანია, როცა დღემდე შემონახულ გელაც ვერ ვუვლით და ნადგურდება. რა უფრო დიდი ტრაგედია, ბრძოლებით და გმირული ამბებით დანგრეული ეკლესიები, თუ ჩვენივე ხელით, გულგრილობითა და უყურადღებობით ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ეკლესიების განადგურება და დავიწყება. თუ მაინც შედეგი იგივეა,
მაშინ რით ვჯობი ვართ ოსვალდ ამ პრობლემს? თუ სახელმწიფო არა, იქნებ ჩვენ მაინც მოვინახულოთ. ერთი ბურდი მაინც მოვაშოროთ მის დიდებულ კედლებს. ეხსიერებას შეუნარჩუნოთ და შვილებს მაინც გადავცეთ ეს ისტორია. იქნებ მომავალში მაინც გამოჩნდეს სახელმწიფოს ნება, მოუვაროს და გადაარჩინოს ჩვენი ეროვნული საუნჯე, ჩვენი ფესვები.